დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა. დღეს უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ 2014 წლის 26 მარტია და ძალიან უჩვეულო დაიწყო ჩვენი დილა. ასე რომ იტყვიან, აი პირდაპირ სკარაბლა ნაბალ, პირდაპირ სტუმართან მოგვიწევს შეხვედრა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი თუ ვინ იქნება, ამას სულ რამდენიმე წამში გეტყვით. ამ უნდა რომ დღეს არც 13 რიცხვი, არც პარასკევი დღე, ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენთვის მენელებისთვის, აი ეს აქსიომა, რომელსაც ყოველთვის ვამტკიცებთ ხოლმე, რომ სრულწმენები ნამდვილად უნდა გადავაგდოთ და უსიამოვნებას და სიამოვნებას შეიძლება ნებისმიერ დღეს მოხდეს. დილის გადაცემა ვიტამინის სტუმრის ბლოკს წარმოგიდგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. მაშასე მეგობრებო, დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. იმედი გახსოვთ, რომ დღეს არის ოთხშაბათი და ჩვენ ყოველთვის ყოველ ოთხშაბათს ტრადიციულად მეგობრობთ ხოლმე ჩვენ მეგობართან. ასე მოდი მე უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რადგან ჟვანიას კლინიკა ეს უკვე ჩვენი მეგობარია და ჩვენი თანამშრომლობა, ასე ვთქვათ, გრძელდება და ყოველ ოთხშაბათს სწორედ ჟვანიას კლინიკიდან ყავს ხოლმე სტუმარი. მე პირველ რიგში მივესალმები და ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი დღევანდელ ჩვენ სტუმარს თინა კუტუბიძეს, რომელიც გახლავთ პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ჟვანიას კლინიკაში მუშაობს ქალბატონი თინა და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონი თინა, რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. და ასევე კიდევ ერთი საპატიო სტუმარი მინდა წარვადგინო და წარუდგინო ჩვენს პირველი სამედიცინო რადიოს მსმენელებს. ეს გახლავთ და სხვათა შორის ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ უცხოელი სტუმარი გვყავს. სტუმრად ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, გასტროენტეროლოგი, პედიატრი, 6 წლის მანძილზე ევროპის ბავშვთა გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი მიხაილ ლენცე. ასე რომ მე სიამოვნებით, მოგესალმებით, მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის და ალბათ ლოგიკურია, ყველას უჩნდება ასეთი შეკითხვა, სანამ ასე ვთქვათ, ჩვენც მართლა ჩვენც გვაინტერესებს, მაგრამ მსმენელების დაინტერესებულები არიან. როგორ მოხვდა საერთოდ ბატონი მიხაილი საქართველოში და შესაბამისად ჟვანიას კლინიკაში? კი, ჟვანიას კლინიკაში როგორ მოხვდით? The first question is how you get first into Georgia and what was the purpose of your visit, and can you tell us a little bit about your visit? Yes, good morning. I came to Georgia in 2005, the first time, when we had with our European Society a summer school here in Georgia, and then I've got to know the colleagues from Ġvanja Pediatric Hospital, and I became friends with them, and I thought this is something perhaps I can help here to develop my subspecialty, and my subspecialty is the diseases of the intestine and the gut. And I planned this stay for 7 years to come, and I had many negotiations with the university, TSMU, and with the hospital, and finally it happened. I'm now here as a guest professor from the German government organization, which is called DAAD, the German Academic Exchange Services. So they pay me when I'm here, and I'm planning to stay for 6 months each year for the next 5-6 years. Ну, წარმოგიდგენთ ბატონ მიხაილ ლენცეს, პირველად როდესაც ჩამოვედი საქართველოში, ეს იყო 2005 წელი, მაშინ ჩვენ ესპაგანმა, ეს არის აბრევიატურა ევროპის პედიატრთა გასტროენტეროლოგიისა და ნუტრიციოლოგიის საზოგადოების, გამართა შეხვედრა და ჩაატარა კონფერენცია და მაშინ გავიცანი ჩვენი კოლეგები, განსაკუთრებით ჟვანიას საუნივერსიტეტო კლინიკიდან და უნივერსიტეტიდან, მათთან ერთად დავმეგობრდი და როდესაც მქონდა საუბრები, გადავწყვიტე, რომ ჩემი გამოცდილება, რომელიც მე მაქვს აი ჩემს სუბსპეციალიზაციაში და ჩემი სუბსპეციალიზაცია ეს არის პედიატრიული გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია და ნუტრიციოლოგია, ჩემი გამოცდილება შესაძლებელია ყოფილიყო ძალიან გამოსადეგი ჩემი კოლეგებისათვის და ამ ქვეყნისათვის. მაშინ დავიწყეთ მოლაპარაკება სამედიცინო უნივერსიტეტთან და ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 6 ჯერ ვიყავი საქართველოში და გადაწყდა, რომ წელიწადში 6 თვის განმავლობაში მე ჩამოვალ ხოლმე უახლოესი მომავალი 5 წლის მანძილზე და
ჩვენ ეს საუნივერსიტეტო კლინიკაში გავუწევ დახმარებას როგორც ექიმის ასევე პაციენტებს და ჩემი აქ ვიზიტი არის დაფინანსებული გერმანიის სამთავრობო ორგანიზაციისა და პროგრამის მოგეხსენება და სტიპენდიით არის ეს დაფინანსებული. მე ვფიქრობ რომ დღეს ალბათ როგორც არასდროს თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან დიდი სიკეთის მომტანი არის ის რომ ასე ფართედ არის გახსნილი საზღვრები და ყველა ადამიანს ყველა სფეროში პრაქტიკულად შეუძლია თავისი ცოდნის გაზიარებაც და თანადგომა გამოუცხადოს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს და მაინც მე დრო სამწუხარო ძალიან მწირია, ბევრი უნდა გვესაუბრა ამ თემაზე, მაგრამ ალბათ უპირველეს ყოვლისა უნდა გამოვყოთ ის გასტროენტეროლოგიური თუ ნუტრიციოლოგიური თუ თუნდაც ჰეპატოლოგიური პრობლემები, ალბათ არა, პედიატრიაში, რა თქმა უნდა, ამ პატარა არსებებს რატომ გაუჩნდათ საერთოდ ზოგადად ესეთი პრობლემატიკა, როდესაც იბადება აბსოლუტურად ახალი ახალშობილი, რომელსაც თითქოს და ერთი შეხედვით ყველა სურს რომ ის იყოს აბსოლუტურად უპრობლემო და აბსოლუტურად ჯანმრთელი, მაგრამ ნუ რა ვქნათ, არსებობს პრობლემა და კიდევ კარგი რომ არსებობს გადაჭრის გზები. და მაინც სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ იმ იშვიათ დაავადებებზე, ალბათ რომლის დროსაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ, გარედან დახმარების მიღება და გამოცდილების მიღება, რა არის ის ყველაზე ხშირი პრობლემები მის სფეროში? First of all, I want to say that everybody is very happy that the roads are open and everybody who is very skillful and very experienced physicians and doctors can come and share their experience to our colleagues. And I know that we have many patients with GI problems, and before we go to the problems like very rare diseases in GI and so on, well, when child is born, everybody wants him to be an angel and want him to be very happy, wealthy, and healthy. But still, there are some problems, and the major problems and major questions from the parents is why it happened to their kid. So before we go to the most rare diseases we are seeing here in Georgia, what are the major complaints with which the patients are coming to you? It depends on the age. The small infants, they're mainly having nutritional problems. Many of them have kind of allergies against the food they are taking, particularly against the milks they are taking, the formulas. And within the formulas, the allergy against these is cow's milk allergy. So many of them have some kind of allergy against their foods. They don't thrive well, they don't take weight as they should, and then they come to us, to me, for questions, why is my child not gaining weight? And this is a typical problem I see here almost every day. ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემა დავიწყოთ იქიდან რომ ყველაფერი დამოკიდებული არის ბავშვის ასაკზე, რა ასაკის ბავშვი მოგმართავს. ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემა ჩვილობის პერიოდში, რასაც მე აქ ხვდები, ეს არის გარკვეული ტიპის საკვების აუტანლობა. და ეგრეთ წოდებული ალერგია საკვების მიმართ. და ყველაზე მეტად გავრცელებული არის სხვადასხვანაირი ხელოვნური საკვების მიმართ გავრცელებული ალერგია და ეს ყველაზე ხშირი ეს არის ძროხის ზრდის აუტანლობა. და ნუ მოგეხსენებათ რომ ამაზე არის დაფუძნებული ბევრი საკვები, ხელოვნური საკვები, რომელიც ჩვენთან არის. ასე რომ ერთ-ერთი ყველაზე მეტად ხშირი პრობლემა ეს არის საკვების აუტანლობა, რაც განაპირობებს ხშირად ალერგიასაც და ბავშვების წონაში ჩამორჩენას და ეგრეთ წოდებული failure to thrive, ანუ გადარჩენის შეუძლებლობა, ანუ მნიშვნელოვან malnutritsiას. ითით რა მაინტერესებს, რამდენად ხშირია, აი თვითონ მიზეზს რა შეხედავს, რატომ არის ჩვენთან ესეთი მომართვიანება საკვების აუტანლობის მიმართ, ეს ხავაზია დამოკიდებული თქვა ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე თუ რამაზე და პლუს ამას სოფლიოს თქვათ მონაცემებითაც რამდენად ხშირი არის საკუთარი დედის რძის აუტანლობაც. The question is why we are seeing such a problem like different food intolerance. Does it depend on the weather? Does it depend on the region where we are living? And according to your information, how often is the intolerance of mother's milk, breast milk? The allergy against food and foodstuff is not something which depends on the weather or the region. Most of these are genetically determinate. That means many children have a disposition for allergies due because their parents have allergies. And the organs affected are not only the intestine, could be the eyes, the lung, the skin, but also, of course, could be diarrhea and failure to thrive. So I'm looking at the ones who don't take weight.
because they have intestinal problems. But there are many others. They have problems of the skin with atopic dermatitis. They have a problem with their eyes. They have problem with their lungs, with the asthma and wheezing. So this is only one part of a huge, let's say, picture of allergies children can have. And during the last, I would say, 20 years, allergies are increasing in children. You can reckon in Georgia about 10% of children have asthma. And of course, many others have diarrhea. And these are the ones I see. რასაკვირველია, ალერგია არ არის ის პრობლემა, რომელიც ან ჰავაზე, ან რეგიონალურ მდებარეობაზე იყოს დამოკიდებული. პირველი, რაც განაპირობებს ალერგიას, ეს არის გარკვეული გენეტიკური მიდრეკილება. ანუ თუ მშობლებში არის მიდრეკილება, ან გამოვლენილი ალერგიული პათოლოგიები, რისკი ბავშვებში ალერგიის არსებობისა რასაკვირველი უფრო მაღალია. ბავშვებს, რომელსაც მე ვნახულობ, აქვთ ალერგიის ის ტიპის გამოვლინება, რაც შეეხება კუჭნაწლავის ტრაქტს, ანუ უფრო ხშირად საკვების აუტანლობა, ეს არის დიარეა, მაგრამ ალერგია ეს არის უზარმაზარი პრობლემა და მინდა ვთქვა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ალერგიამ ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ვლინდება სხვადასხვა პათოლოგიით, ვთქვათ, სასუნთქის სისტემის პათოლოგიით, კანის მხრივ, რასაც ატოპური დერმატიტი ქვია, მაგრამ აი ეს ნაწილი ალერგიისა, რაც ვლინდება საკვების აუტანლობით, რაც დიარეით, რაც თავისთავად მერე მალნუტრიციას იწვევს, აი ეს არის სწორედ ის კონტინგენტი ბავშვებისა, რომელიც, ასე ვთქვათ, ჩემი სპეციალიზაცია და რომელსაც მე ვნახულობ. And the other question, whether a child can be allergic against mother's milk, the child is not allergic against the milk of the mother. It becomes allergic against components in the milk of the mother. And these components are foodstuff the mother is eating. For instance, if a mother drinks and eats lots of cow's milk product, dairy, mazzoni, cheese, and then is breastfeeding, it could be the child has cow's milk intolerance against the proteins mother is eating. ასე ისიც რა რაც შეეხება დედის ზრდის აუტანლობას, ეხლა მე ასე ვიტყოდი, ასე შევხედავდი ამ საკითხს, რომ არ არსებობს თქო დედის ზრდის აუტანლობა და ალერგია დედის ზრდის მიმართ. შეიძლება განვიხილოთ საკითხი ესე, რომ აუტანლობა იმ ცალკეული კომპონენტებისა, სუბსტრატებისა, რომელსაც დედის რძე შეიცავს და დედის რძეში ხვდება. განსაკუთრებით ეს შეეხება ძროხის რძეს და მის პროდუქტებს. თუ დედა დიდი რაოდენობით მოიხმარს ან რძეს, ან მასზე დამზადებულ პროდუქტებს, როგორც არის ყველი, მაწონი და ასე შემდეგ, შესაძლებელია ბავშვს გაუშვეს აუტანლობა სწორედ იმ პროტეინების, ანუ იმ ცილების მიმართ, რომელსაც დედა იღებს ძროხის რძიდან და ხვდება მის ორგანიზმში. ასე რომ ეს აუტანლობაზე ლაპარაკი არის და ალერგიაზე არა კონკრეტულად დედის რძის მიმართ, არამედ ცალკეული სუბსტრატების მიმართ, რომელიც შეიძლება დედის რძეში მოხვდეს. დღესდღეობით აი ვთქვათ, მათი ქვეყნის სტანდარტებით როგორ არის, ახლა ჩვენ ხან ვცდილობ, რომ უფრო წინამომდებარე თაობას დავუჯეროთ და მეზოძურ დედას აქ ორი ვარიანტი აქვს 50-50-ზე, რომ მეზოძურმა დედამ ყველაფერს უფლება თავის თავს არ უნდა მისცეს და უნდა იყოს შერჩევითი კვება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეორე მხარე ამტკიცებს იმას, რომ პირიქით დღეს ყველაფერი უფრო თავისუფალია და რაც უფრო თავისუფალია დედის მიდგომა, ვთქვათ, საკვებისადმი, რა თქმა უნდა დაკვირვებით, შესაბამისად თაობაც უფრო გამძლეა და ძლიერი. რომელი არის სწორი მიდგომა მეზოძური დედის კვების მხრივ, იმიტომ რომ შემდგომ ეს ყველაფერი აისახება ნაყოფს, უკვე ახალშობილზე. And this is a really very interesting question according how breastfed mother who is giving the breast to her child should eat. There are two different types and approaches to this problem, 50 to 50. First of all, one part that they are saying that it will be better that mother will keep diet, such as there are some restriction in her, I would say that behavioral culture and eating culture. And another side, another 50%, they say that it will be better that mother will eat everything, so it will help the child to be more tolerant to different type of food and allergens in the future life. So from your experience, which is more, I would say, right and more acceptable in Europe? The answer to this question is how you look at the medal. If you look at prevention, let's say you want to prevent an allergy, then it doesn't make sense if mother during pregnancy or even during breastfeeding is restricted to a certain diet.
We know today that neither in pregnancy nor during the time of breastfeeding, it depends on the diet of the mother in order to prevent an allergy. So that's 150%. The other 50% is to treat a child with allergy, and their restriction is to be recommended. So if a child has severe colics, and usually when they are breastfed, they get colics during the day, and then up to the evening, it's getting worse and worse and worse, and they are crying for hours. Then something in mother's milk creates these colics. And then mother is recommended to eliminate, for instance, dairy products, eggs, nuts, etc. So the question is, both is right, but you have to look from which side you are looking at. One is prevention, no. The other one is treatment, yes. ძალიან საინტერესო პასუხი მივიღეთ. ნუ მედალს ორი მხარე აქვს. ანუ მოდით შევხედოთ ამ საკითხს ესე, რომ ფაქტიურად ორივე მართალი არის. გააჩნია რა კუთხით მივუდგებით ამ საკითხს. თუ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ უნდა მოხდეს ალერგიის პრევენცია, ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ თუ ჩვენ მხოლოდ პრევენციაზე გვაქვს საუბარი, არც ფეხმძიმობის პერიოდში, მით უმეტეს არც უძუთი კვების პერიოდში, დედის მხრივ რაიმე შეზღუდვას დადებითი შედეგი არ მოუტანია. ანუ პრევენციას ის რა შემდგომში ალერგიის განვითარებისას არ ახდენს. მაგრამ მეორე ანუ ეს არის ის პირველი 50%, რომელიც გვეუბნება, რომ არა, აზრი არ აქვს. მაგრამ არის მეორე მხარეც, თუ აქ არის უკვე საუბარი მკურნალობაზე ბავშვის, მაგალითად ბავშვი ძუძუთი კვებაზე არის. და დილიდან თქვა დავიწყეთ კვება მისი და დღის მეორე ნახევარში ბავშვი ხდება უფრო მეტად ჭირვეული, აქვს ეგრეთ წოდებული მოვლითი ხასიათის მუცლის ტკივილი, აბდომინალური კოლიკა ეგრეთ წოდებული. მაშინ ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ რაღაცა მიიღო მან საკვებთან, ანუ დედის რძესთან ერთად ისეთი, რამაც ამის პრობლემები ჩამოაყალიბდა. აი ასეთ შემთხვევაში კი თანდათანობით გამორიცხვის მეთოდი დედას ვეუბნებით, რომ ანუ ამოიღოს კვებიდან რძის პროდუქტი, თხილი და ანუ ყველაფერი ის, რასაც თეორიულად შეუძლია, რომ ამ ბავშვთან აი ესეთი ტიპის რეაქცია გამოიწვიოს. თიგა, როგორც ვიცით, ახლა ჟვანიას კლინიკაში, ნუ ჩვილის შესახებ მეტნაკლებად გავიგეთ ინფორმაცია, 18 წლამდეა თქვენთან პაციენტები. აი ძალიან საინტერესოა ჩემთვის. და მე ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომ აი ბატონ მიხაილს ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ბავშვებთან უწევს ურთიერთობა და შესაბამისად მათი პრობლემები ალბათ გვანან, ხო? მეტნაკლებად ერთვანეს, მაგრამ აი ურთიერთობაში ქართველ ბავშვებს თუ გამოარჩევდა რაღაცა ისეთი ნიშნით, რომელიც დაუშვათ მას დაამახსოვრებდა. ესეც ალბათ როგორც პაციენტის დედას. We know more or less about the infancy, but now we are seeing at the Jvania clinic, as in every other clinic, the pediatric age has increased up to 18 years old. So you're seeing the many adult patients, or adolescent patients too. You have a huge experience with relationship with another in another countries. You're seeing many patients too. So is there some specificities what you can emphasize as Georgian patients when you are talking to them, and especially with Georgian parents? How can you characterize the patients, Georgian patients and Georgian parents too? Well, I feel that Georgian patients, they are very dedicated to their children. They love their children, no matter which age, and therefore I think they are wonderful parents because they are really dedicated to the health of their children. And I don't see a big difference between Georgian parents and, let's say, Turkish parents or German parents or English parents. The number of children in Georgia is, I think, decreasing, is it? Because birth rate is going down, so there is a concern about the future of Georgia because you have to have enough children in order to run a country. So for the moment, it seems to me that the number of children is a little bit decreasing. So like everywhere in Europe, like the Germans, we die off, and the only ones who don't die off are the French, but the French have many migrants from North Africa. You don't have as many migrants here. No. But the average number of children per family is probably not even 2. It's probably less than 2, and that's not enough to keep a population healthy. ქართველი მშობლები, რასაც ახლა მე ვუყურებ, არის იცით, აი მოტივირებული და აი მიძღვნილები თუ შეიძლება ესე ვთქვა თავისი შვილებისადმი.
მაგრამ ეს ის თვისებაა, რომელიც ახლა მათ განსაკუთრებულად არ გამოარჩევს ალბათ, იმიტომ რომ მშობელი არის დედა, როგორც გერმანელი, ასევე ინგლისელი, თურქი, ქართველი და ასე შემდეგ. მაინც არის განსხვავება რაღაც. მაგრამ აი ეს რაც მე ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, იწვევს ჩემს ინტერესს და ასე ვთქვათ, ცოტა დაფიქრებასაც, რომ დემოგრაფიული პრობლემა, რასაც მე გადავხედე საერთოდ საქართველოში, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ბავშვების რაოდენობა თანდათანობით მცირდება, როგორც საერთოდ ევროპაში. აი მაგალითად, ეს საერთოდ ევროპის პრობლემა არის. აი როგორც ჩვენთან გერმანიაში, ну თუ შეიძლება ესე ვთქვათ, კარგი სიტყვა შეესაბამება ამას რუსულად ვიმირაევშე ნაცია. ანუ აღარ ჩნდება იმდენი რაოდენობით ბავშვები და სიკვდილობა საკმაოდ მაღალი არის. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ეს პრობლემა ევროპაში არ აქვს, საფრანგეთია და ეს აიხსნება, იმიტომ რომ მათთან ემიგრანტები არიან, ეს სხვადასხვა ქვეყნებიდან, არაბული ქვეყნებიდან ძალიან ბევრი. და იმისთვის, რომ საქართველოს როგორც ქვეყანა შევინარჩუნოთ, ალბათ დემოგრაფიულ პრობლემას უნდა მივხედოთ, იმიტომ რასაც მე სტატისტიკას გადავხედე, ძალიან ბევრი არის ისეთი ოჯახები, სადაც სამწუხაროდ ორი შვილიც კი არ არის. აჰა, გასაგებია და მივადექით უმნიშვნელოვანეს პრობლემას, როგორც თქვენ მე მითხარით, ალბათ თიკა ეს არის მისი საყვარელი იშვიათი დაავადებები. ის იშვიათი დაავადებები, რომელიც ბავშვთა გასტროენტეროლოგიაში გვხვდება, რამდენადაც მოგცემს დრო, აი მაქსიმალურად ჩამოვაყალიბოთ სიმპტომატიკა, დავასახელოთ ეს დაავადებების განკურნების გზებიც და აი ზუსტად აქ ალბათ გვჭირდება, ან იქნება არც გვჭირდებოდა სულად მოსწონს ჩვენი სამედიცინო პედიატრის მიდგომა ამ საკითხ მკურნალობის თვალსაზრისით. And now the very interesting and important question, rare diseases and not so rare diseases in gastroenterology in children. What type of diseases are you seeing in Georgia which are misdiagnosed, which should be more diagnosed, and what is our approach to this problem in Georgia? Well, there are two kinds of diseases. One is infectious disease. I see many children with complaints of pain in their upper abdomen, which we call epigastric pain. And most of these children are infected with Helicobacter pylori bacteria in their stomachs. So this is very frequent. Probably the prevalence here among children is already about 80%. 80%. In Europe, in most of the European countries, it's only 10, and the number is decreasing. So this is a very common problem, particularly in older children. I would say in school children and in adolescents. მე დავიწყებდი ჯერ ცოტა სხვა პრობლემით, აი რა იმას, რასაც ყველაზე ხშირად ვხედავ და რამაც ასე თქვა ჩემი საკმაოდ ისეთი დაფიქრება გამოიწვია. ძალიან ეს არის უპირველეს ყოვლისა ინფექციური პათოლოგია. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ბავშვი ვნახე თბილისში, საქართველოში, რომელთაც ჩივილი ძირითადად ეს არის ეგრეთ წოდებული ეპიგასტრიუმის ტკივილი. ანუ ტკივილი კუჭის არეში. და უმრავლეს შემთხვევაში ესეთი ბავშვები აღმოჩნდნენ დადებითი ჰელიკობაქტერ პილორიზე. ეს არის ბაქტერია, რომელიც წყლოვან და პეპტიკურ წყლოვან დაავადებებთან არის ასოცირებული და რაც ჩვენ სტატისტიკა დავამუშავეთ, ბავშვების 80% არის ინფიცირებული ჰელიკობაქტერ პილორით, მაშინ როდესაც ევროპაში ეს მაჩვენებელი სტატისტიკური არ აღემატება 10%. ასე რომ მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. What could be the reason for this, so the H. pylori is so prevalent in Georgia? The reason for the high prevalence for HP probably depends on the social conditions, how families are living. The number of children in one room, or even the number of children in one bed, the close contact to other members of the family, particularly older families, grandma, grandpa, aunts, uncles, etc. And this leads to very close contact from person to person, and therefore then there are contamination problems with HP. ამ დაავადების, უпростоრად ამ ბაქტერიის, ჰელიკობაქტერ პილორის გადადის ერთი ადამიანი და მეორეზე. ამიტომ სოციალური პირობები ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდ როლს თამაშობს. კერძოდ, აი ოჯახები, სადაც ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს, მცირე, ასე ვთქვათ, მცირე წლოვანი ბავშვები არიან, სხვადასხვა ასაკის ბავშვებიც, განსაკუთრებით ბავშვების კონტაქტი ერთმანეთთან და იმ უფროს ოჯახის წევრებთან, რომელთაც თვითონაც ეს პრობლემა აქვს. და ვინაიდან ეს ძალიან ადვილად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ამისი გავრცელების ამ პათოლოგიის შეიძლება სწორედ ეს იყოს.
და ბოლოს ალბათ რჩევები დედებს სამწუხაროდ რო იწერება რომ ყავდეს რაც შეიძლება მაქსიმალურად ჯანმრთელი ბავშვები. რა უნდა გავაკეთოთ ამის out of time, so we would like to hear some recommendations for mothers what we can do to keep our children healthy. You mean in terms of HP or not general? Well, in general. In general. I would say there is a tendency for children to be active anymore as they were in the past. Many children look too much TV. Many children have too much time for computers. I have seen children here in Georgia, they spend 8 hours each day on TV. So the general recommendation is give them normal, healthy Georgian food and nutrition. Turn the TV off. Turn the computer off. And send them out. Yes. ზოგადი ესე ვთქვათ ესე აღნიშნავდი ამას რომ მე რასაც აქ უყურებ ძალიან დიდ დროს ატარებენ ეს არის უმოძრაობა. ძალიან დიდ დროს ატარებენ ქართველი ბავშვები ტელევიზორთან და კომპიუტერთან. მე აქ ნახე ბავშვები რომლებიც ტელევიზორთან და კომპიუტერთან დღეს-დღეღამეში ატარებენ მინიმუმ 8 საათს. ამიტომ ჩემი რეკომენდაცია ესეთი იქნება რომ გამოურთეთ ბავშვს ტელევიზორი და კომპიუტერი მიეცეთ ჯანსაღი ჯანმრთელი ქართული საკვები და გაუშვით გარეთ ჰაერზე. სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი ასე თქვა საეთერო დრო იწურება. სამ წუთში უკვე საინფორმაციო გამოშვება უნდა გავიდეს ჩვენს ეთერში და ჩვენის გადაგჩენია ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. და ვისურვებდით რომ ბატონი მიხაილი ხშირად ჩამოსულიყო საქართველოში. Many times here in Georgia and in our state. ნუ მე მაინც იმედი მაქვს რომ მას მოსწონს ზოგადად საქართველოს ორი არ ჩამოვიდა a little bit. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მე კი მსმენელს აუცილებლად კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენი დღევანდელი სტუმრები გახდნენ თიკა კუტუბიძე, პედიატრი, მედიცინის დოქტორი და როგორც აღნიშნე საპატიო სტუმარი, ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი, გასტროენტეროლოგი, 6 წლის მანძილზე ევროპის ბავშვთა გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი მიხაილ ლენცე. უღრმესი მადლობა მათ აქ სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ის ზოგადი საუბარი, რომელიც მოისმინა ჩვენმა მსმენელმა, ძალიან მრავლის მომცველი და მეტყველია, განსაკუთრებით ფინალური ნაწილი. გაუშვით ბავშვების და ჰაერზე. გეთანხმებით, სავსებით ეს ალბათ საერთო პრობლემაა, მაგრამ ეთყობა მათ უნდა დავამატოთ შორის ეგ ალბათ მე ვფიქრობ, აი თიკაც დამეთანხმება, რომ აღარ არის, იცი, უკვე ზოგადად, ანუ საქართველოში ის პერიოდი, რომ აი დაუშვათ აუცილებლად თუ რამე პრობლემა შეიქმნება, მაინდა-მაინც უცხოეთში უნდა წახვიდე ელემენტარულად ამის საშუალებას ხო გვაძლევს იგივე ჟვანიას კლინიკა და მით უმეტეს როდესაც ვიცით რომ აი ასეთი დონის პროფესორი ჩამოდის მას ნამდვილად აქვს ველია მით უმეტეს ჩვენს კლინიკას აქვს ძალიან კარგი და მჭიდრო ურთიერთობები ბევრ უცხოელ კოლეგებთან როგორც ქირურგიაში ასევე თერაპიაში ასე ჩვენ ახლა ცველოდებით ებრაელი ქირურგების გუნდს რომელიც ჩამოვა უკვე თქვენ დაჟილდებით ასე რომ ჩვენ მზათავართ ვემსამხუროთ ჩვენ ბავშვებს ბოლომდე მადლობთ. დიდი მადლობა.